მოგესალმებით. მე ვარ ვიტო ონიანი და ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა ჩრდილოვანი წესრიგი. ჩემი გადაცემის მიზანია იმ სიმართლის მაყურებლამდე მიტანა, რომელსაც დიდი ძალისხმევით ფარავენ დიდი ქვეყნები და მეგაკორპორაციები. საზოგადოებისთვის უკეთესად გასაგები რომ იყოს, პირველ გადაცემას დაუთმობ ერთგვარ პროლოგს, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის გადაცემის არსსა და მოტივაციაზე. სოფლიოს წამყვანი ფინანსური ელიტები და რეალური ძალაუფლების უკან მდგარი სუბიექტები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობენ ჭეშმარიტებას საზოგადოებისთვის აქციონ ფიქცია და კონსპირაციის თეორიად, რათა შემდგომ ის რეალობა შესთავაზონ, რომლის მეშვეობითაც გაიმყარებენ ძალაუფლებას და საზოგადოებას კი უფრო მარტივად სამართალს გახდიან. სხვა ენაზე რომ ვთქვათ, კულისებს მიღმა ბიუროკრატები და მმართველი ელიტები ქმნიან ალტერნატიულ რეალობას, ერთგვარ მატრიცას, სადაც მართვის სადავები მხოლოდ და მხოლოდ მათ ხელშია. ჩვენ კი გვაიძულებენ დავემორჩილოთ მატრიცის წესებსა და კანონებს. ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხოთ deep states, ანუ ღრმა სახელმწიფოს კონცეფციას. ამ კონცეფციის მიხედვით ნებისმიერი ზე სახელმწიფოს მთავრობა ფიქციაა. სინამდვილეში ქვეყნებს მართავენ რუხი კარდინალები, ბიუროკრატები და დიდი კორპორაციები. მილიტარისტული კომპლექსები და სხვა სტრუქტურული ძალები. შეერთებულ შტატებში ტერმინი ღრმა სახელმწიფო პოპულარული გახდა 2007 წელს. ის გამოიყენა ბერკლის პროფესორმა პიტერ დეილ სკოტმა თავის წიგნში 9:11-ისკენ. სიმდიდრე, იმპერია და ამერიკის მომავალი. 2014 წელს კი მის პოლიტიკურ სტატიას უკვე სათაურად ჰქონდა სახელმწიფო, ღრმა სახელმწიფო და მსოფლიო უოლ-სტრიტი. მან ეს ტერმინი გამოიყენა აშშ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსების აღსაწერად, რომელიც არაერთხელ ლობირებდა ქვეყნის ომებში ჩათრევას. რამაც ერთი თეორიის თანახმად შესაძლოა ხელი შეუწყო 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებს და შემდგომ თავდასხმას ერაყს. რიგი პოლიტოლოგები თვლიან, რომ deep state, ანუ ღრმა სახელმწიფო შეიქმნა ხელისუფალთან ერთად, მაგრამ თანამედროვე ისტორიაში პირველი ეფექტური ღრმა სახელმწიფო ინგლისში ჰენრი მერვის დროს გაჩნდა. ეკლესიის დაქვემდებარების შედეგად მეფემ თავის უფლებამოსილებებს დაამატა ნორმების შექმნისა და ინტერპრეტაციის უფლება. საპასუხოდ მეფის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის დისბალანსზე რეაგირების მიზნით ინგლისურმა არისტოკრატიამ მონარქის გაკონტროლება განიზრახა. მეფის მიერ შექმნილი გავლენის ქსელი დაფუძნებული იყო კორუფციაზე. კერძოდ კი მეფის სამსახურში მყოფი ჩინოვნიკები იღებდნენ დამატებით სარგებელსა და კარიერული წინსვლის პერსპექტივებს. ხოლო კონტროლის ინსტრუმენტი გახლდათ რიტუალური კომპრომატები, ანუ საყოველთაოდ მიღებული ნორმებისა და წესების დარღვევების გამოქვეყნება, რომელიც ნებისმიერი პოტენციური განდგომილის რეპუტაციასა და მომავალს გაანადგურებდა. თუმცა ამას მოჰყვა დამადანაშაულებელი მტკიცებულებების ნორმალიზაციის პროცესები, რამაც გამოიწვია კრომველის რევოლუცია და ვესტმინსტერის აღიარება, რომელმაც არამხოლოდ გააუქმა ყველა დამადანაშაულებელი მტკიცებულება, არამედ ზოგადად გააუქმა ცოდვის ცნება. შოკებისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ინგლისმა აისხა თავისი გამოცდილება კოგნიტური პროგრამირების ტექნოლოგიების დაუფლებით. იგივე პროცესები, რომლებიც ერთი საუკუნით ადრე სპონტანურად განვითარდა ინგლისში, მიზანმიმართულად დაიწყო საფრანგეთშიც კონტროლირებადი და მართული ფორმით. ლონდონმა მოახერხა თავისი სტრატეგიული მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საკუთარი ღრმა სახელმწიფოს შექმნა, რომელმაც არსებითად შთააგონა და მხარი დაუჭირა ფრანგულ განმანათლებლობას. შემოიტანა ცნებები იგივე კოგნიტური ოპერატორების საჯარო დისკურსში, რომელთა ამოქმედება და გამოყენება მიმართული იყო იმ აზრისკენ, რომ საფრანგეთი ნაკლებად განვითარებული იყო იმ დროის ინგლისთან შედარებით. დროთა განმავლობაში ღრმა სახელმწიფო სტაბილურ კონსტრუქციად გადაიქცა და კლასიკური ინსტიტუციონალიზმის მიმდევართათვის ის იყო სეკულარული პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილი, რომელიც მომავალში საფრანგეთში სრულად იყო აღიარებული რუსოს მიერ და ჩამოყალიბდა ნორმად. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგლოსაქსონური ღრმა სახელმწიფოს მშენებლობა არის გავლენის რამდენიმე საუკუნოვანი ქსელი, ძალაუფლების ალტერნატივა, რომელიც იყენებს კორუფციას როგორც წახალისების ინსტრუმენტს და კომპრომეტირებულ ინფორმაციას როგორც კონტროლის მექანიზმს. ჩემი გადაცემის შემდეგ ეპიზოდში მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს თუ როგორ ძლიერდებოდა deep state, ანუ ღრმა სახელმწიფო მსოფლიოს ყველა წერტილში, მათ შორის საქართველოში და რა გავლენა აქვს მას თანამედროვე გეოპოლიტიკის ფორმირებაში.